პირველ რიგში მივესალმები ქართული ოცნების პირად ტყვეებს. გამძლეობას უსურვებ, იმიტომ რომ ძალიან მალე ჩვენთან ერთად იქნებიან და იზეიმებენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და აუცილებლად თქვენი ეთერის საშუალებით მინდა მივმართო ქართული ოცნების ყველა მხარდაჭერს. თქვენ თუ ეს მოგწონთ დღეს რაც ამ ქვეყანაში ხდება და რასაც აკეთებენ, აუცილებლად თქვენთანაც მოვლენ. გონს მოდით გვერდზე დაგვითეკით, რათა დროულად მოხდეს ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება ტირანისგან, რუსული რეჟიმისგან, რუსული მმართველობისგან. ყველა ერთად უნდა დავდგეთ თავზე. ჩემი იცი ძალიან კარგად გჯერათ, ჩემი ყველაზე სწორი მიმართულება არის ეკონომიკა. დღითი დღე რამდენად თუ ვითარებას ჩავარდებით, ლარის კურსი იქნება თქვენთვის აი მეტრი. დღეს უკვე ამას ხედავთ ყველაფერს ძალიან კარგად. ასე რომ თითოეულ თქვენთაგანს ძალიან კარგად თქვენ შვილებზე გადავა, ასე რომ დაგვიდექით გვერდით, რაც შეიძლება დროზე, რაც შეიძლება მალე რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა. ბატონო ივამ, ასევე აუცილებლად მინდა კითხოთ ეგრეთ წოდებული პრემიერის ყობახიძის განცხადება, როდესაც ბიზნესმენებს ეთქვა, რომ ვინ ეკითხებათ მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნას რომ ითხოვენო. არადა ეს ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ საკმაოდ დიდი ოდენობით თანხა ჩვენს ბიუჯეტში და სწორედ მათ მიერ გადახდილი თანხით ხდება ბიუჯეტის შევსება. არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ თითოეულ ჩვენთანაც ყველა, როგორც დამსაქმებელს, მათ შორის დასაქმებულებს, ხელოვანი იქნება ეს, სპორტში იქნება, სადიღ არა აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის განცხადება, რომელიც ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა. ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება. რას ნიშნავს? არ გვეკითხულ თითოეულ ჩვენთაგანს ეკითხება ამ ქვეყნის ბედი, რომ ჩვენ ვართ ამომრჩეველი, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ევროპულ მომავალს, რომელიც თავზე დაგვახია 78 მუხლით კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე. ასე რომ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ხარდამჭერებს მოუწოდებთ, გონს მოეგი დაგვიდექით გვერდზე, დროზე დავასრულოთ ბანდიტიზმი.